ნუ თუ ყველა ახალი ტრაქტატი კარგად დავიწყებული ძველია და ის ძველი როგორი იყო მაშინ. ვაშა გადაცემის სახელით გეუბნებით გამარჯობა. ვაშა გადაცემის ტრაქტატული გამოშვების პირველ ნაწილში გუშინ მოგიყევით, როგორ გავს გეორგიევსკის ხელშეკრულების ოფიციალური ქებათაკების 1983 წლის ვარიანტი 2026 წლის ვარიანტს. გამოგონება არ სჭირდება არაფერს. ყველაფერი რის სათქმელადაც აწი ემზადება ბოდიშდა, პაპუაშვილი ბოდიშდა, კობახიძე ბოდიშდა, ბორია უკვე ნათქვამია. კუხარეტაშიც აქვს დამსახურებული. აი, უსმინეთ როგორ მიმართავდა მაგალითად შევარდნაძე ტრაქტატის უბილეს აღსანიშნავად მოწეულ საზეიმო კრებაზე. თუნდაც იმავე რუს სამხედროებს 93 წლის 29 ოქტომბერს. თქვენი სახით ძვირფასო ამიერკავკასიელო მებრძოლებო. ჩვენი ხალხი ხედავს ლეგენდარული მე-11 არმიის უმცროს ძმებს, რომლებიც საქართველოს მშრომელთა დაძახილზე მოვიდნენ, რათა დახმარებოდნენ აჯანყებულ ხალხს. 1921 წლის თებერვალში რომ აღიმართა საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად, ოქტომბრის გასამარჯვებლად. ისევ კუხარეტაში გარდამავალი აპლოდისმენტებში. 1983 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოაწყდნენ რუსის სტუმრები. გეორგიევსკის ტრაქტატის აღნიშვნამ დაიკავა მთელი კვირა. რუსული კულტურის დღეების ჩათვლით. გულგაშლილი შეეგება სამხრეთ ოსეთი რუსეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის წარმომადგენლებს. უფროს ძმათა პატივსაცემად ამღერდა ოსის ომახიანი ხმა. ცეცხლოვანი ცეკვა შეერწყა ანსამბლ როსიას გულის სიღრმიდან ამოხეთქილ რუსულ სიმღერას. პირველად შეხვდა საქვეყნოდ ცნობილი ლიუდმილა ზიკინა ოს მაყურებელს. მერეკის სტუმრებს დაათვალიერებინეს, როგორ სრულდებოდა კრემლის სულდამპალი გეგმა, როგორ იჭრებოდა როკის გვირაბი. საალკო კომიტეტის პირველმა მდივანმა სანაკოებმა უამბო მათ როკის უნიკალური გვირაბის შენებაზე და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ გვირაბგანყვანებმა შეასრულეს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავის საიუბილეოდ ნაკისრი ვალდებულება. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხრიდან მიმავალი სადაზვერვო გვირაბები შეაერთეს. მთავარი მაგისტრალური გვირაბის შეერთებამდე 34 მეტრიღა დარჩა. როგორც გითხარით, ცხინვალში ხდება. ქუთაისში კი ჩავიდა სტავროპოლის მხარის კომპარტიის მდივანი. მარტივი განმარტებისთვის გეორგიევსკი სტავროპოლის მხარია, ამიტომ დაპატიჟეს, ჩავიდა და დაუცაცხანა იმდროინდელ დიპსტეიტს. ახლა როცა საქართველოში დიდი წარმატებით მიმდინარეობს რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების დღეები, რომელიც ეძღვნება ორი მოძმე ხალხის, რუსეთისა და საქართველოს ხალხების დამოყრების 200 წლის თავს, დიდ გულისწყრომასა და აღშფოთებას იწვევს ამერიკის შეერთებული შტატების ავანტიურისტული პოლიტიკა, ახალი ომის გაჩაღებისკენ მიმართული კურსი. ჩვენ ძმობისა და მეგობრობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ, რომ ოკეანის გაღმელმა ვაჟბატონებმა ხელყონ მშვიდობის საქმე. ამის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია და ერთსულოვნად მოიწონეს საბჭოთა მშვიდობის მოყვარე საგარეო პოლიტიკა. ისევ ტაში. კუხარე. მართლაც, როცა თბილისის მაუტკამბოლის კომბინატში, ქუთაისის ავტოკარხანასა და როკის გვირაბში რუსის არტისტები და მწერლები დაიარებოდნენ, რა დროს პერშინგების პროგრამა იყო რეიგანმა რო წამოიწყო. მაგრამ იმან ხო არ მოისვენა და არ მოისვენა არასდროს. არა უშავს. იმან რაკეტები აკეთა, ჩვენ სიმები ავახმოვანეთ. მიზეზი ჰქონდა გეორგიევსკის ტრაქტატის მე-200 წლის თავზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ლენინის ორდენით დააჯილდოვეს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეგ რამხელა სიამაყე და სიხარული უნდა ყოფილიყო მაშინ. გეევალებოდა უბრალოდ გეამაყა და გაგეხარა. არა და სასიხარულო დღესასწაული მოვიდა ჩვენს მიწა-წყალზე. რესპუბლიკის დროშაზე მე-5 ორდენი აელვარდა. ეს არის თითოეული მშრომელის, მუშისა და კოლმეურნის, მწერლისა და მხატვრის, მშენებლისა და ექიმის შრომის აღიარება. ლიანა ისაკაძე, საქართველოს სახალხო არტისტი. ახლა ამას ვეღარ გავარკვევთ, მაგრამ ირაკლი კობახიძეს გეფიცებით, შანსი არ არსებობს ესენი რომ ლიანა ისაკაძეს დაეწერა. რა იცოდა ეხა იმან რამდენი და რა ორდენი ჰქონდა საქართველოს. დაწერდა ვინმე კულტურის სამინისტროს სავიოლინე განყოფილების გამგე, ან ცეკას ინსტრუქტორი კულტურის დარგში, ან ვინმე რეფერენტი. დაურეკავდნენ ისაკაძეს ეთყოდნენ, შენი სახელით აღტაცება იბეჭდება, რომ იცოდეო, ან არც დაურეკავდნენ. აი, ნოდარა მაღლობელი კი შეიძლება მართლა შეაწუხეს და მართლა მოსთხოვეს. დაეწერა შტაბ-შტილებები საგანგებოდ აი ამ იუბილისთვის გადაღებულ სერიალზე სახელად წიგნი ფიცისა. Если представители царя Ираклия не желают ничего к этому добавить, позвольте мне подписать вышеупомянутый договор первым. Прошу, господа. რა ფიზიკოსი კაცი საქმე იყო ან კინოს გარჩევა ან ისტორიის, მაგრამ ამ მაღლობელის წოდებები და თავმდებობა ჟღერდა და ასე იყო საჭირო. თან ეს ყველაფერი რუსულად უნდა ექნა.
თან როგორც შესავალი გვაუწყებს 6-დან მხოლოდ 3 სერია იყო გამოსული ჯერ კინოთეატრებში. ვერც იმაზე დადებს ვინმე თავს, რომ ერთი სერია მაინც ჰქონდა ნანახი ამ კაცს, მაგრამ სტატია კი დაიბეჭდა მის სახელით. რამდენად ფართე ისტორიულ პერსპექტივაშია ნაჩვენები რუსი ოფიცრების სახეები, რომლებიც ერთგულებენ ადამიანურ ვალს. გულთან ახლოს მიაქვთ ქართველი ხალხის ბედი. ეს ოფიცრები ტევადი კონტურით მოხაზავენ მომავალს. აკადემიკოსი ფიზიკოსის კინორეცენზია თუ სრულიად არ წაგიკითხავთ, არაფერი დაგიკარგავთ და თუ არც თავად წიგნით საგინახავთ, არც მაშინ. პარტიამ დაავალა სცენარის დაეწერა, რეჟისორს გადაეღო, მსახიობს ეთამაშა, ფიზიკოსსა და ექიმს გამოხმაურებოდა, რა კი ასე იყო საჭირო. ლენინის ორდენის მიღებას ასე ჭირდებოდა. წიგნი ფიცისა, ქართული კინოს უთუო გამარჯვებაა. ისეთი უჩვეულო მღელვარება გვიფრობს, რომელიც ადამიანს მაშინ უჩნდება, როცა ვეხებით მისი სულის ყველაზე სათუთ სიმებს. ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის, მისი ხალხის ისტორია. რაოდენ დამაჯერებლად და გამომხატველად შეძლეს გადმოეცათ ყოველივე ფილმის შემქმნელებს. მაყურებელს გულს დგენს ტანჯვა და წამება, რომელიც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა უცხოელი დამპყრობლებისგან და ამავე დროს ეუფლება სიამაყის გრძნობა ხალხის ურყევის სულის, მისი ბრძნული ნაბიჯის გამო, რომელმაც სამუდამოდ დაუკავშირა საქართველოს ბედი რუსეთს. ტარიელ ბაქრაძე, მედიცინის პროფესორი. ტრაქტატი მართლა სახელმწიფო დღესასწაულის დონეზე აღნიშნეს. გაზეთები წითლადაც კი ბეჭდეს. ლენინის ორდენით მომჭებული სახარული ახლა შავთეთრად არ გამოითქმებოდა. ევგენი ევტუშენკოს, ნიკოლაი ტიხონოვის ლექსებით ბეჭდეს ის გაზეთები. ო, საქართველო, ცრემლსაც შეგვიშრობ და არც მოლხენას ჩაგვითვლი ქვეყნად. შემხარ რუსული მუზის მეორე და სათაყვანო აკვანი ქვეყნად. მაგრამ ვაგლახ თუ გადაგივიწყეთ, ან ღმერთმა ნუქნას გაგწირეთ სანტროთ. გათავდა, რუსი პოეტის სახელს ვერც დავიჩემებთ და ნუც კი ვნატრობთ. თუ არ დაგეზარებათ ჩაკარი თვალი ორდენთან ერთად მოსკოვიდან გამოგზავნილ მილოცვასაც. რატომ ღირდა პირველი დამოუკიდებლობის დაკარგვა და ოკუპაცია 21 წელს? იმ დროინდელ ენაზე, ანუ გასაბჭოება. დინამიკურად ვითარდება საქართველოს მრეწველობა. ამჟამად დღეში გამოდის 10-ჯერ მეტი პროდუქცია, ვიდრე მთელი 1921 წლის განმავლობაში. რა ქვია ხალხს, ვინც 1993 წლის მრეწველობის დონეს ადარებს 1921 წელს და უხარია. კოცი, ერთპარტიული რუსი. ტრაქტატის აღნიშვნა გრანდიოზული აღლუმი დასრულდა. ტრიბუნაზე მთავარი კაცი იყო გრიშინი, დღევანდელი გაგებით მოსკოვის მერი, რომელიც უკვე ნახევრად მკვდარი ანდროპოვის ერთ-ერთ მთავარ მემკვიდრედ და შემცვლელად ითვლებოდა. ასე რომ ამხანაგი გრიშინი ამხანაგ შევარდნაძისთვის მეტად საჭირო და დიდი კაცი იყო. გეორგიევსკის ხელშეკრულების 200 წლის თავისათვის რომ ემზადებოდით, ჩვენ ყოველდღიურად გრძნობდით ამ მოვლენისადმი ბურჟუაზიული პროპაგანდის განსაკუთრებით გულმოდგინე, ლამის ავადმყოფურ ყურადღებას. კვლავ აყანდნენ ოკეანის გაღმელი ეროვნული ინტერესების ქომაგნი. რამ ამღელვარა ასე ჩვენი დასავლელი ოპონენტები? რამ გამოიწვია მათი ასეთი თავგამოდებული მშფოთვარება გეორგიევსკის ხელშეკრულების 200 წლის თავის გამო? პასუხი მარტივი და ნათელია. რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის იუბილე. საბჭოთა სახელმწიფოს სულ უფრო მზარდი საერთაშორისო გავლენის კიდევ ერთ დამაჯერებელ დემონსტრაციად იქცა. 53 წელია გასული და ამ ხელ აბზაცში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა. საქართველოს ავტორიტარული რეჟიმი საბჭოთა სახელმწიფოს აღარ ახსენებს. დაეშალა ეს ჩემი ცუდვიცავსე და ამიტომ. ყველაფერი დანარჩენი ისევ ძალაშია და ისევ ხორჩია, რასაც ქვია. დასავლეთი ისევ მტერია, რუსეთი ისევ მოყვარე და განამრჩენი. ამ იდილიას მხოლოდ პატარა დეტალები აკლია, ის რაც იყო 1993 წელს. მაგალითად, ლერმონტოვის ძეგლს დადგმიდან ძალიან მალე მოატეხეს ზურგზე აკიდებული ჯვრის მონასტერი. კომუნისტებიც კი მიხვდნენ, რომ ნამეტანი მოუვიდათ. მაგის დაბრუნება შეიძლება. წერეთლის მონუმენტის დაბრუნება უკვე ვახსენეთ. ხალხურად ჩააფურთხე რომ ერქვა. და ბოლოს და ბოლოს შეიძლება ოპერა ჩრდილოეთის პატარძლის აღდგენა. რატომაც არა. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ქუთაისის ფილიალში წარმოდგენილი იყო კომპოზიტორ დავით თორაძის ოპერა ჩრდილოეთის პატარძალი. ქუთაისელთა ახალი საოპერო სპექტაკლი მიეძღვნა გეორგიევსკის ტრაქტატის მე-200 წლის თავს. განსაკუთრებული წარმატება ხვდათ წილად მთავარი პარტიების შემსრულებლებს. რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს ლუმთაძეს, ალექსანდრე გრიბოედოვი, დუნდუას, ნინო ჭავქავაძე, რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს ფხაკაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძე და სხვებს. მსახიობები შეიცვლება და ეგაა. ქუთაისელები თავშენახული ხალხია და ზუსტად გრძნობენ საიტუბერავს ქარი. გამოაძრონენ საიდანმე ლიბრეტო პარტიტურიანად და დასცხებენ დამკვრელური ტემპებით. მე მაინც გაგახსენებთ, ეს ის საოპერო თეატრია პაატა ბურჭულაძე რომ არ შეუშვა, ხო გახსოვთ ეგა? ხო და ქუთაისის ოპერას თუ არ ანდობენ პოლიტიკურად ასეთ მნიშვნელოვან ამბავს, შეიძლება თბილისის ოპერის ჩართვა.
დრამატულობა მხოლოდ მოიმატებს და დონე. და კიდევ რამდენი არაჩვეულებრივი რამის გაკეთება შეიძლება, რამდენი ბრწყინვალე მაგალითის ამოკითხვა შეიძლება ძველგაესტებში. როგორ შეუძურეთ რუსს, საიდან, რა ტემპით. შემდეგ კი როგორ დავრჩეთ მის უკანალში მშვიდად და თბილად. იკითხეთ ხალხო ძველი გაზეთები. იკითხეთ ოკუპაციის კლასიკოსები. ნაღდი ბოლშევიკი ცუდს არაფერს გირჩევთ. იკითხეთ და ისწავლეთ. მერე კი ერთად გავატრაქტატოთ. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ YouTube-სა და Facebook-ზე. რას დავიდით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ვაში გადაცემა და